ჭაჭის გამოხდა ქართული ტრადიცია, დავის ხემსებით, რომელიც ჭაჭას ეესაბამება. აქეთ გვაქვს უკვე ხაჭაპურის მასტერკლასი, სადაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს მოვიდეს ხაჭაპური დააგემოვნოს, გააკეთოს. ორნაირი ჩურჩხელა გვაქვს, კახური ჩურჩხელა, კაკლის გამზადდება, იმერული ქართული თხილისგან. ხინკალი რომ მოვამზადოთ, უნდა გქონდეს გამზადებული ცომი. დებთ გამზადებულ ფარშს. გავუკეთოთ გაოჭები. აი ესე ახლოს, რომ ლამაზი იყოს, მკვრივი. გონი გამონდის. ლამაზია. ანუ ჩვენ ვაკეთებთ ჭიქას. სწორად აკეთებ, კი, და ძალიან კაი ბიჭი ხარ. სახალისა და აქტიური დღე გამოგვივიდა ბავშვებისთვის თბილისობასთან დაკავშირებით. აქტიურად არიან ჩართულები ღვინის დაწურის პროცესში, რომელიც ჩვენს ეზოში განთავსებულ საწნახელშია. თანაბარი და შორება უნდა გქონდეს ერთმანეთს, რომ თანაბრად შეიცვალოს იდეალური. ტრადიციად გვექცა, რომ თბილისობას ხვდებით წისქვილში, გადასარევ გარემოში, უგემრიელეს კერძებს ვაგემოვნებთ და რაც თავარია, ესეთი მხიარულება და გათვლილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის და სტუმრისთვის.